შეჩერებული საინვესტიციო პროექტები და დონორული დაფინანსება, საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე ინვესტორების ნაწილი, არათუ ახალი პროექტების დაწყებაზე ამბობს უარს, კაპიტალის ქვეყნიდან გატანაზეც ფიქრობს. ეს არის მოცემულობა, რომელიც ლოგიკური შედეგია, როცა ქვეყნის ხელისუფლება კონსტიტუციით გამყარებულ მიზანზე უარს ამბობს და კურსს იცვლის. ოცნებამ ვერბალურად რაც არ უნდა ამტკიცოს, მათი გადაწყვეტილების შინაარსი ქვეყნის შიგნით და გარეთ ერთნაირად ესმით. დღეს თუ რაღაცა თვალსაზრისით მიმდინარეობს, ნახეთ, უკვე დაწყებული პროექტების მშენებლობა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გაგრძელდება. აბსოლუტურად ყველა წევრი დღეს ამბობს იმას, რომ ის უცხოელები, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული ხედვა ამ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ამ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით. უცხოელებზეც აღარ ვსაუბრობ, თუნდაც ქართველებზეც ვთქვათ, ქართველებიც მათ შორის უკვე კითხვებს სვავენ, რამდენად ღირს საერთოდ ინვესტიციის განხორციელება. ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული დანაზოგები აქვთ, უკვე ფიქრობენ რომ ამ ქვეყანაში აღარ გააგრძელონ საქმიანობა და გადავიდნენ უკვე ცენტრალურ აზიაში. ჩვენც ქონდა მოლაპარაკებები ევროპელ პარტნიორებთან, რომელიც სამწუხაროდ დაპაუზდა. ეს არჩევნების მერე, არჩევნების მერე და ბოლო 3 კვირის განმავლობაში რაც ხდება, ბუნებრივია საერთოდ ლაპარაკი ამაზე აღარ არის, ყველა არის მოლოდინის რეჟიმში. იმას, რაზეც ბიზნესი საუბრობს, აღიარებს ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერიც, თუმცა ბიზნესისგან განსხვავებით ეკონომიკის მინისტრის პროგნოზები გაცილებით ოპტიმისტურია. პირდაპირ ვიტყვი, რომ როცა ბიზნესები საუბრობენ დღევანდელ მოვლენებს აფასებენ, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილებები შეიძლება გაიწელა. მე რაც ინფორმაცია მაქვს, ძალიან მსხვილ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე ფაქტობრივად არც ერთი გადაწყვეტილება არ არის გაუქმებული, თუმცა შეიძლება რა თქმა უნდა მან ამ პროცესებმა იმოქმედა გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეზე, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ჩვენ აქ ოპტიმისტურად ვუყურებთ სურათს, როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება და ამისი ყველა წინაპირობა არსებობს. ქართული ოცნების განაცხადი შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესის საფრთხის ქვეშ აყენებს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებასაც, როგორიც შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტია. როგორც ცნობილია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ევროკავშირი 2,3 მილიარდი ევროს დაფინანსების გამოყოფას გეგმავდა. თუმცა, როგორც ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლების განაცხადი ამ პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენ თუ ესე შეგვეცვალა იმიჯი და ევროკავშირისგან აღარ მივდივართ და გავხდით რაღაცა დაქვემდებარებული ერთი ადამიანის სურვილებს ან ერთი ქვეყნის მეზობელი ქვეყნის სურვილებს ქვეყანა, მაშინ ინტერესი აღარ იქნება ამისი. ყველამ ვიცით, ახლა რამხელა სარგებელი შეიძლება ამან მოუტანოს, იმიტომ რომ ვაწარმოებთ 6-7-8 ცენტად და ვყიდით 3-ჯერ 4-ჯერ, უბრალოდ შანსი არის 3-ჯერ 4-ჯერ 5-ჯერ უფრო მეტად რომ გავყიდოთ. ეს ყველაფერი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ შეჩერებულია არა მხოლოდ კერძო საინვესტიციო პროექტები, არამედ ის პროექტებიც, რომელსაც დონორები აფინანსებდნენ. მურმან მარგველაშვილის ინფორმაციით, ევროკავშირის 340 მილიონი ევროს პროექტებიდან 120 მილიონის ღირებულების პროექტები გაჩერებულია. სავარაუდოდ ასევე შეჩერდა 653 მილიონი ევროს პროექტები, რომელსაც საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობები აფინანსებდნენ. გერმანიის მთავრობამ ასევე უარი თქვა საქართველოში 227 მილიონი ევროს პროექტების განხორციელებაზეც. აქედან 23 მილიონი ბათუმში მწვანე წყალბადზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. უნდა აშენებულიყო 6 მეგავატიანი მზის სადგური, სადღაც 15 ავტობუსი უნდა ყოფილიყო 12 მეტრიანი ბათუმში, რომელიც წყალბადზე ივლიდა და ეს შექმნიდა რაღაც ისეთ რენომეს ქალაქის. ელექტროლიზის მოწყობილობა, რომელიც წყალბადს აწარმოებდა და დამტენი ინფრასტრუქტურა რა, ეს იყო ესეთი საჩვენებელი სადემონსტრაციო პროექტი, რომელიც ცოდნასაც შემოიტანდა, თქვათ, იმ ახალი ტექნოლოგიის, ხო და იმით შეუქმნიდა ბათუმს, რაც მთავარია, რომ აი სუფთა ქალაქი, ასეთი, ანუ დანაკარგი მარტო ეს ფინანსური კი არ არის, არამედ ის, რომ სხვანაირი ქალაქი იქნებოდა აი ამ მწვანე და სათქმელი და საჩვენებელი იქნებოდა. ფაქტიურად შეჩერებულია სახელმწიფოს დაფინანსებები დონორების მხრივ, რაც შეეხება უშუალოდ სამოქალაქო სექტორს და კერძო სექტორს, ამაზე რამდენიმე პროექტი თავს იკავებს, აქამდეც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შეჩერებული, ასე ვთქვათ, გარკვეული პერიოდით და რაც თავია არ ვიცით რა იქნება მომავალში.
ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო მიმდინარე წლის დეკემბერში ბიუჯეტში ევროკავშირიდან დაახლოებით 21 მილიონი ევროს გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვეღარ მიიღებს. 3 წლის განმავლობაში კი ქვეყანა ევროკავშირიდან 121 მილიონი ევროს ფინანსურ მხარდაჭერას კარგავს, რაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას უნდა მოხმარებოდა. საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარება შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა შეწყვიტა შვედეთმა, საიდანაც საქართველოსთვის წელიწადში დაახლოებით 200 მილიონი კრონი იყო გამოყოფილი. ამ თანხის ნაწილი ქვეყნის სამხედრო გაძლიერებას, ნაწილი კი სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოყოფილ დახმარებას წარმოადგენდა.